როცა ასეთი ადამიანი დგავს ამ ნაბიჯს, აი აუტკივარ თავს იტკივებს ნამდვილად. იმიტომ რომ მას ეს არაფერში არ ჭირდება, არაფერში. ეს არის მისი ოჯახზე დიდი ზეწოლა, მასზე ზეწოლა, მის ცოლზე. ფიზიკურ განადგურებამდეც კი და ის ამ პასუხისმგებლობას გრძნობს და 27-ში მან პირდაპირ დადო ამდენი ხალხის წინ. ვიცი რომ მე ყველაფერი გააზრებული მაქვს და აუცილებლად ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე ჩემი ქვეყნისთვის და მე მზათა ვარ რომ თუ საჭირო იქნება თუ ასე მოხდა სიცოცხლეც კი გავწირო ამისთვის და მე ეს მოფიქრებული მაქვს და გააზრებული და ეს არ არის ის ადამიანი ვინც ტყუილა ლაპარაკობს რამეს მას ეს არ შჩევია და ის ამისთვის მზად არის და არაჩვეულებრივი მისი მეუღლე რომელმაც იგივე დააფიქსირა რომ მთელი ოჯახი ამისთვის მზად არის და თუ ასეთი რამე მოხდება ის არის მზად რომ ეს საქმე გააგრძელოს ბოლომდე და ის მაინც რაც მოსახდენია უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის. აი მე ვფიქრობ რომ ჩვენ დრო გვაქვს თქვენ შეგიძლიათ რომ ყურადღებით იყოთ ამ მოვლენების მიმართ და მე აქ იმის სააგიტაციოდ არა ვარ ჩამოსული რომ თქვენ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს მისცეთ ხმა. თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ ოქტომბრისთვის იმდენად თეთრი და შავი იქნება ასარჩევი რომ თქვენ გააკეთებთ იმ ღირსეულ არჩევანს რაც თქვენთვის არის პირადად სასურველი და თქვენი შვილებისთვის და თქვენი ოჯახებისთვის. აი ეს ღრმად მწამს. ეხლა მოკლედ გამიგრძელდა სიტყვა ვიტყვი დიასპორასთან და ემიგრაციასთან დაკავშირებით იმ მოსაზრებებს რაც უკვე პროგრამაში დევს და მერე უფრო ვცლად ალბათ ისაუბრებს შემდეგი ჩამომსვლელი ან შეგვიძლია ამაზე შემდეგ ვისაუბროთ, იმიტომ რომ 12 ტომი პროგრამა დაიდო 6 თვეა, ყველა ჩარეცხილი მეცნიერი, არაჩარეცხილი, არაჩვეულებრივი ადამიანები სხვადასხვა სფეროებში სხედან და ყოველგვარი უსასყიდლოდ სხედან და მუშაობენ ამ პროგრამებზე. და შექმნილია 12 ტომი. ალბათ მე ვილაპარაკებ ორში უკვე უფრო გავავრცობ ამას სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვაზე, მაგრამ დღეს მოკლედ ვიტყვი, რაც შეეხება დიასპორას, ბატონ ბიძინას პროგრამაში ცალსახად წერია ძალიან კონკრეტულად რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ ქართველები დაბრუნდნენ ისეთი ცხოვრების პირობები შეიქმნას ქვეყანაში რომ დასაქმება შეიქმნას ყველანაირი ჯანდაცვის პროგრამები აღდგეს რომ წასული ქართველები ამ პრობლემების გამო დაბრუნდნენ საქართველოში და ვისაც არ უნდა დაბრუნება მათაც შეექმნებათ ღირსეული პირობები რომ ისინი ღირსეულ ქვეყანას წარმოადგენენ და ღირსეულად იარსებებენ თავის ქვეყნის გარეთ. აი ეს შემიძლია მოკლედ გითხრათ და დევნილებზე თქვენ იცით უკვე წინსვლები, თქვენ იცით განცხადება რაც გაკეთდა და ეს ირაკლი როცა ჩამოვიდა მე ირაკლის პირველ რიგში ამიტომ მივესალმე რომ მას ძალიან კარგი სახელი აქვს იქ მარტო მამის გამო არა თვითონ იმსახურებს ამას ისიც სიტყვის ადამიანია მას აქვს ძალიან კონკრეტული შეხება კონკრეტული ურთიერთობები და ეს რასაკვირველია უფრო ადრეც დალაგდებოდა რომ ყოფილიყო ნება მაგრამ სამწუხაროდ ჩაიკეტა ეს სივრცე და დღეს როცა თვითონ აფხაზები არიან იმ მდგომარეობაში, რომ უკვე დადგა ის მომენტი, ისინიც იმედის თვალით უყურებენ. თუ ეს ქვეყანა დალაგდა, თუ ეს ქვეყანა გახდა ღირსეული, ეს გზა უფრო ადვილად გაიხსნება და ისინი ენდობიან იმ ადამიანებს, ვიზეც დაასახელეს და თქვენს და მე ვფიქრობ, ეს ბევრს ნიშნავს და ეს იქნება დიდი და სხვათა შორის პატრიარქს აქვს ნათქვამი, ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი, ასეთი ავტორიტეტი არ არსებობს, როგორიც არის პატრიარქი. და მან ბრძანა რომ მე ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან და ნუ გეშინიათ ერთხელ არ იყო კარგად რომ აფხაზეთს სანამ არ დავიბრუნებთო და მე ამისი ძალიან მჯერა და ჩვენ აუცილებლად ყველანი ერთად მარტო საქართველოში კი არა გამთლიანებულ საქართველოსაც მე იმედი მაქვს რომ მოვესწრებით პატრიარქთან ერთად. დიდი მადლობა.